მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით, თუ როგორ შეიძლება აღვადგინოთ Facebook-ი. წინა ვიდეოში გასწავლით ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იქნება მეორე ნაწილი, ანუ მეორე მეთოდი. ამ შემთხვევაში ეს Facebook-ი გამოყენებულია, ამ შემთხვევაში აღარ გამოვიყენებ, მოდი და გავხსნი მეორე Facebook-ს. შეგიძლიათ Samsung-ზეც, Redmi-ზეც, ანუ გავხსნათ პარამეტრები, დამატებითი ფუნქციები, შემდეგ Dual Messenger, აქ არის Dual Messenger-ი და შემდეგ მოვნიშნავთ WhatsApp-ს, Facebook-ს, Messenger-ს ან ნებისმიერ სოციალურ ქსელს, რაც გვაქვს, აქ შეგიძლიათ უკვე გავაორმაგოთ. მაგალითად მოვნიშნავ Facebook-ს და შემიძლია უკვე გავაორმაგო Facebook-ი და გამოვიყენო ორი Facebook-ი. მოკლედ, საკმაოდ მარტივი მეთოდია. მე პირადად ერთი Facebook-ი აღვადგინე, რომელიც ძველი Facebook-ი იყო, არ ვიყენებდი, გამოგდებული ვიყავ დიდი ხნის და შემდეგ ახალი გავაკეთე და სულ არ მახსოვდა ის Facebook-ი და ამ მეთოდით აღვადგინე რამოდენიმე წლის დაკარგული Facebook-იც. ეს უკვე გავაორმაგე, პირველ Facebook-ს აღარ ვეხებით და მოდი ახლა გადავიდეთ მეორე Facebook-ში და ახლა გაჩვენებ თუ როგორი მეთოდი არის მეორე აღდგენის მეთოდი. კარგი, გავხსნათ Facebook-ი, უკვე ცარიელი, სადაც არაფერი არ არის შეყვანილი, შემიძლია შევიყვანო სხვა აკაუნთი და Facebook-ით ვეცდები ახლა აღვადგინო სხვა Facebook-ი. კარგი. აქ არის პაროლი დაგავიწყდათ, ნებისმიერ Facebook-ს აქვს ეს ყველაფერი, დაგავიწყდეთ პაროლს დაწერთ, აქ შეიყვანთ ნომერს, მაგრამ შეიძლება ზუსტად ნომერი შეიყვანოთ, მაგრამ მაინც არ გიჩვენოთ თქვენი Facebook-ის გვერდი, რადგან დეფაულტად იყოს სხვა ნომერი ან მეილი. აქ არის ასევე ელფოსის მისამართით მოძიება, დავაჭერთ მასზე. აქ არის პაროლი დაგავიწყდათ, მოდი თავიდან გაჩვენებთ. პაროლი დაგავიწყდათ, შემდეგ ელფოსის მისამართი, აქ არის ნომრით შეყვანა, მაგრამ არ გვინდა ნომრით შეყვანა, ვაჭერთ ელფოსის მისამართით მოძიება. შეიძლება ელფოსს არ გქონდეს, მაგრამ აქ უნდა დავწეროთ სახელი და გვარი, როგორც გვიწერია Facebook-ში, ან როგორც გვიწერია ზოგადად რა, შეიძლება სახელი გვარი არ გვეწეროს და ასე შემდეგ. ანუ აქ დავწერ მაგალითად რუსლან პუტკარაძე, ესე როგორც მიწერია, ვაჭერ გაგრძელებას და აქ მიჩვენებს უკვე ყველა რუსლან პუტკარაძეს, რომელიც არსებობს ესეთ სახელი და გვარით. აქ არის უკვე ეს არის ჩემი Facebook-ის გვერდი, მოდი ახლა გაჩვენებთ, ნახეთ სად გადავედი, რამოდენიმე სახელი და გვარი მიჩვენა. მოდი ავილჩევ ახლა ჩემს სახელს და გვარს. ავტომატურად ამოისმინო და გავამიგზავნა კოდი, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეიძლება არ გამოგიგზავნოს ავტომატურად და აქ არიჩებთ სხვა ხერხით ცდას. ან როგორც კი პროფილს იპოვით, დააჭერთ სხვა ხერხით ცდას. აქ უკვე არის ის ნომრები და ის მეილები, რომელიც გამოყენებული გვაქვს ამ Facebook-ის გვერდზე. თუ WhatsApp-ი გაქვთ აკეთებული ავტომატურად, WhatsApp-ზე გამოუშვებს, ანუ იმ ნომრებით, რომელიც მითითებული გაქვთ რეგისტრაციის დროს, ან თუ არ გაქვთ WhatsApp-ით მითითებული, შეგიძლიათ SMS კოდი შეიყვანოთ, ანუ ქვემოთ არის უკვე SMS კოდი და შეძლებთ SMS-ის გაგზავნას უკვე თქვენს ნომერზე. აქ მე ორი ნომერი მაქვს მითითებული, მოდი ავრჩევ აი ამ ნომერს და დავაჭერ შემდეგ გაგრძელებას. ეხლა გავამეგზავნება უკვე კოდი იმ ტელეფონში, რომლითაც ვიღებ ამ ვიდეოს. დავლოდები კოდს. კოდი მოვიდა უკვე და მოდი ახლა შევიყვან ამ კოდს, რის შედეგადაც კოდის შეყვანის შემდეგ უკვე შევძლებ დავაყენო ახალი პაროლი. გადავიდეთ შემდეგ გვერდზე, დავალოდოთ ჩატვირთვას, მიიღოს კოდი და გადავიდეთ შემდეგ გვერდზე, სადაც შემიძლია უკვე ახალი პაროლი შევიყვანო. ამის შემდეგ უკვე ლოგინი იქნება ის ნომერი, რომელზეც კოდი მომივიდა რომ შემეყვანა და პაროლი იქნება ის პაროლი, რომელსაც დავაყენებთ. ანუ შეგიძლიათ სადოთ ამ მეთოდით შეიძლება აღადგინოთ, დიდი ალბათობით აღადგენთ თუ ის ნომერი ისევ გაქვთ. და მოკლედ მინდოდა რომ გამეზიარებინათ თქვენთვის ეს მეთოდი თუ როგორ შეიძლება აღდგენა მეორე მეთოდით.